ჩვენ კვლავ ეთერში ვირუნდებით, შემოგვიყვება მეორე სტუმარი, ჯონდი ბაღათურია, ბატონ ჯონდი, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით და მინდა რომ დღეს ვისაუბროთ აი ესეთ თემებზე. ერთი ეს არის ალბათ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რაც მოხდა საპარლამენტო ასამბლეაზე, რაღაც დიდი ვაჭრობა გაიმართა. მოკლედ და საბოლოოდ ქართულმა დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუმცაღა თვითონ საპარლამენტო ასამბლეამ აპრილამდე და ცნობუფლებამოსილება გარკვეული დათქმებით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავად შეეჩერებინა თავისთვის ეს უფლებამოსილება. მეორე მხრივ და მე ვიტყვი რატო ვაკავშირებ ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან. ჩვენ ხედავთ, რომ თქვა იგივე ილონ მასკი ძალიან თვითნებობს ევროკავშირთან, ევროპელ ლიდერებთან მიმართებაში. ხაშერება ჩემგან უხერხულათაც კი ჩანდეს, იმიტომ რომ რაღაც ბაიდენის ადმინისტრაცია არ მომწონდა, ეხლა რაღაც ილონ მასკის თვითნებობას ვიწუნებ, მაგრამ იმის გამო, რომ არამთუ მარტო ჩვენი, არამედ თითქმის მსოფლიოს ბედია დამოკიდებული როგორი ხელისუფლება და ვინ მოვა თეთრ სახლში, მე ამიტომ ვაძლევ ჩემ თავისუფლებას აზრი გამოვთქვათ, რომ სხვა მხრივ ეს ამერიკის შიდა საქმე იქნებოდა, რას იტყოდა ვთქვათ მასკი და რას დაწერდა თავის კულტურულ სოციალურ ქსელში ევროკავშირის ლიდერების მიმართ. უკაცრავად. და მე არ მგონია, რომ ეს თვითნებობა იყოს ესეთი გაუაზრებელი ევროკავშირის მიმართ. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სოფლიოში მიმდინარეობს ეს კი ზოგს გონია, რომ ეს შეთქმულების თეორია, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები ლოგიკით ეს არ უნდა იყოს შეთქმულების თეორია. მართულ ელიტებს შორის დაპირისპირება, ვიღაცა არის ერთი ელიტის მხარეს, პირობითად თქვა ბაიდენის ადმინისტრაცია, ვისთანაც ასოცირდებოდა და მე ვთქვათ, ვისთანაც ასოცირდება ტრამპის ადმინისტრაცია მოქმედი. და ჩვენთანაც პოლიტიკური ველი ასეა გაყოფილი. მგონი ოპოზიცია აი იმ ელიტის ინტერესებს ატარებს, რომელსაც ასოცირდებოდა და ასოცირდება ბაიდენის ადმინისტრაცია, ბლინკენებით, კამალა ჰარისებით და ასე შემდეგ და იმ პოლიტიკით და თქვათ ქართული ოცნება აი იმ ელიტის, რომელიც თქვათ აი ტრამპთან და მასკთან და მის ადმინისტრაციასთან ასოცირდება. იმიტომ რომ რა მაძლევს ახლა კიდევ ამის ხმის საფუძველს. მე მესმის რომ გათვლილი არის ნაბიჯები, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები, იქიდან მოყოლებული არჩევნებით და შემდეგ რომ აი ვაჩერებთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, ის რაც მოხდა თქვათ გუშინ ასამბლეაზე ქართული დელეგაციამ თავად შეიჩერა უფლებამოსილება. ეს არის გათვლილი სულები, მაგრამ ეს სულები რომ გაგივიდეს, ამას ჭირდება ზურგიც და მე ეს მაფიქრებინებს, რომ აქ უნდა იყოს ზურგი, არა მხოლოდ თქვათ ის ამომრჩეველი, რომლის იმედიც აქვს თქვათ სახელმწიფო ძალას, არამედ ზურგი გარედანაც. და თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ქართული დელეგაციის ასეთი ქცევა საპარლამენტო ასამბლეაზე და მართლაც ხედავთ თუ არა, რომ არის ორი ძალის დაპირისპირება და უბრალოდ ხელისუფლება საქართველოს ოპოზიცია სხვადასხვა ძალების მხარეს აღმოჩნდა. მოდი დავიწყოთ ევროსაბჭოში. კი ბატონო. რაც ხდება? კი ბატონო. ეს არანაირი ვაჭრობის პროცესი არ იყო პოლიტიკური ვაჭრობის. ეს იყო ღირსების და ინტელექტის ომი საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის და ქართულ დელეგაციასა და ევროსაბჭოს კორუმპირებულ ელიტას შორის. სადაც გაიმარჯვა ღვთისწყალობით გაიმარჯვა საქართველოს ჩვენი დელეგაციის მეთაურობით. ინტელექტუალურადაც გაიმარჯვა და ღირსებითაც ამაღლდა. მათი მცდელობა იყო ჩვენზე ამაღლებული, აი ზევიდან დაეხედათ ესეთი დამპყრობლის გონორით და გამოიცა რეზოლუცია აბსოლუტურად დამამცირებელი ეროვნული ღირსების, აბსოლუტურად იგნორირებული სახელმწიფოებრივი ღირსება და სუვერენიტეტი, სადაც პირდაპირ მითითებული იყო, რომ ესე იგი არჩევნები კი არ ჩაატარეთო. გადააბარეთ ძალაუფლება პირდაპირ იმ ხალხს, ვისაც ხალხი არირჩევსო. ანუ იმ ბრბოს, რომელსაც ხალხი არირჩევს. აი ესეთი რეზოლუცია გამოუშვა ევროსაბჭო. ჩვენებმა აი ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებთ მართლა ჩვენება, ანუ ჩვენმა დელეგაციამ ინტელექტით აჯობა დააცადა, სანამ არ აღიარეს ამათო ჩვენი დელეგაციის ლეგიტიმაცია, უფლებამოსილება, რითაც თავისი ინტელექტუალური შეცდომით აღიარეს რეალურად ამ არჩევნების შედეგებით წარმოდგენილი დელეგაციის ლეგიტიმურობა, ანუ არჩევნების ლეგიტიმურობა და მე ჩვენ მოუთხეს რომ ჩვენ ხელ შევწყვიტეთ თქვენთან
ასე იგი დელეგაციის მუშაობას წყვეთ, სანამ არ შეცვლით აი ამ დამპყრობლის გონორს, აი ამ იმპერატიულ ტონალობას, მენტორულ ტონს, რომლითაც იყო ეს რეზოლუცია გამოშვებული. ასე რომ ვიმეორებ, აქ ნამდვილად იყო ინტელექტუალური და ღირსების ომი, ინტელექტის და ღირსების ომი, სადაც საქართველოს გაიმარჯვა ღვთისყალობით და არ უნდა გვეშინოდა ჩემპიონებების ღირსებების გამო ჩვენი დელეგაციის აბსოლუტურად ყველა წევრის, თითოეული წევრის ღირსების და ინტელექტის მეშვეობით და რა თქმა უნდა ახლა მთავრობასთან კოორდინირებული იყო, ხო, საქართველოს ხელისუფლებასთან და ხელისუფლების მეთაურობით და მედროშეობით მოხდა ამ გამარჯვების მიღწევა, მე ამას ძალიან ვაფასებ. то ვაღიარო მინდა რომ ცოტა რო ვაკვირდებოდი აი თეატრ ლუკიანს უსმედი ცოტა ვღიზიანდებოდი და მიჩნდებოდა იცი რაღაც ეჭვირო ხო არის ჩვენ დელეგაცია შანტაჟის ქვეშ და ხო არ ფიქრობენ რაიმეზე ამათთან მოლაპარაკებას და აი ესეთი ღირსეული და ну კიდევ ერთხელ უნდა გავამეორე სიტყვა, იმიტომ რომ სხვა ეს ინტელექტის იყო ფეირვერკი იყო მოკლედ რა, ინტელექტის გამარჯვება იყო ჩვენი და ისეთი ღირსეული შედეგი დადეს, რომ გარდა იმისა, რომ ხარი დაუჭიროთ და კიდევ ერთ გამარჯვებად, საქართველოს გამარჯვებად ჩავთვალოთ, სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვით. ეხლა ამის დადების და უარყოფითი მხარეები ხო, ეს თქვა რა შეიძლება იყოს და კიდევ ოპოზიცია ამბობს, რომ აი პირველად საქართველოს ისტორიაში შეუჩერდა უფლებამოსილება საქართველოს დელეგაციას თუ შეუჩერდა და გონია რომ ცუდია შერაგი ხარია კიდე სხვა თემა, მაგრამ და რა შეიძლება მოყვეს, ხო ის ქვეყნში ეს რეაქცია რა შეიძლება მოყვეს და ოპოზიციას მიეცემა თუ საშუალება იმ ტრიბუნის გამოყენების თუ მათაც არა რახან დელეგაცია წყვეტს მუშაობას. რა შედეგები შეიძლება მოყვეს? ჩვენ 25 წელია უკვე ვართ ევროსაბჭოს წევრები. აი ვინმე თუ შეუძლია თქვას რა სარგებელი მიიღო საქართველოს სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური რამ ერთი სარგებელი გარდა მაპატიეთ უხეში გამოთქვის და გარდა ესეთი მენტორული, ესეთი დამპყრობის გონორი ტენისტლიკინისა, რასაც ჩვენ ვისმედით, დავასრულებთ შეიძლება. გარდა მილიონობით ხარჯებისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რასაც ჩვენ საწევრო შენატანის სახით ვიხდით და ამით ვაფინანსებთ აი ამ კორუმპირებულ ევროპელ ჩინოვნიკებს, რომლებიც მე ასეთი ტონით გველაპარაკებიან, ჩვენი galakhtili ფულით არის მათ შორის ეს, მათი ხელფასებით ეს ბიუროკრატია დაფინანსებული და კიდე აი ამ ბრბოს ჩვენ დელეგაციას რო ეძახიან თავის თავს იქ ზევით სერნობით იქ ჩასვლებით და იქ მე ანტისკართული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების კეთებით და მე ჩამოსვლებით იქ ამათი თვითმფრინავით გზავრობა კეთილმოწყობა ჭამას ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიდის ამიტომ ჩვენ ეს ხერი არაფერი არ მივიღია ერთი შეიძლება თქვა რომ იქ რაღაც ამბობდნენ რომ ის ხო ტრიბუნა სადაც საქართველოს შეიძლება გამოჩნდეს ეხლა შეკითხვას ვამ ვისაც გონება აქვს გამცეს პასუხი. უკეთესად კიდე საერთოდ შეიძლება გამოჩენილიყო საქართველოს, ვიდრე ეხლა გამოჩნდა მთელს საერთაშორისო ასპარეზზე. უფრო ღირსეულად სად შეიძლება და უფრო ხმამაღლა თავისი ღირსეული ხმა საქართველოს გაეგებინებინა მთელი მსოფლიოს, როგორც ეხლა გააკეთეს კეთა ჩვენმა დელეგაციამ. და ჩვენ გამოვჩით როგორც ღირსეული სახელმწიფო, რომელიც ცირერისხოვანიერი, მაგრამ რომელიც ღირსეულად და ვაჟკაცურად იბრძვის თავის უფლებებისთვის. მე აი სავსე ვარ დღეს ეროვნული ღირსების და სახელმწიფოებრივი ღირსობის განცდით. და აი როგორც მაქვს მადლიერების განცდა. აი თითოეულ ზოგიერთ სახელები და გვარების არ ვიცი ჩვენ დელეგაციებს ორის მიქანაძევის და წულუკიან მეტი არც ვიცი ვინც იყო ჩასული მაგრამ გულხა გავაზო მაგ ყველას მიმართ მაქვს მადლიერების განცდა და მაგ განცდა რომ ჩემი გასაკეთებელი საქმე გააკეთეს და ეს განცდა აქვს ჩვენი საზოგადოების 80%-ს გარდა იმ ბრბოსა აი საშუალზე გამოსული ნახირისა რომელიც თავის თავს ოპოზიციას ეძახის და რომელიც პირდაპირ მე რატო ვაძლევ თავს უფლებას ასეთი არაკორექტული უხეში განცხადებების გაკეთება, იმიტომ რომ
ადამიანი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, რომელიც ქვეყნის ღალატით არის, რომელიც საქციელი არის, ქვეყნის ღალატით განპირობებული, მასზე უკეთესი სიტყვები უბრალოდ მენანება. მეტი რა სიტყვები შეიძლება უწოდო? კი ადამიანი არის ის, მაგრამ ადამიანის არსებობს მოღალატე, რომელიც აი ფსალმურში არის ნათქვამი სიტყვები. კაცი პატივსაშიგან იყო და არ გულისხმო, არ დააფასაო და ბაძავდა პირუტყვსა უგუნურს და მიემსგავსა მას. აი უგუნურ პირუტყვს ემსგავსება ყველა ღმერთის და სამშობლოს მოღალატე, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მიდის და განცხადება რო დაწერა აი ამ ბრბომ. მაპატიეთ, არ მოგეწონათ სიტყვა ნახირი, მაგრამ განცხადება რო დაწერა აი ამ ბრბომ რომ და მოითხოვა საქართველოს დელეგაციის სახელმწიფოები ხო არ იწერება. საქართველოს დელეგაციის უფლება ლეგიტიმაციის არცნობა. ეს იყო ანტიქართული ნაბიჯი. მაშინ არისტორეს პირუტყვზე მსგავსება და პირუტყვი ეგ არის ნახირია ქართულად. პირუტყვი ფსალმურის სიტყვები პირუტყვია, თუ გნებავთ ამას გამოვიყენებ. სულაც არ არის არაკორექტული, ვერ იტყვის რომ ფსალმურში გამოყენებული სიტყვა არის არაკორექტული. პირუტყვი ხოჯე პირუტყვი ვერ ლაპარაკობს ის, ეს არის არაფერი დამამცირებელი პირუტყვი არ არის. ვერ ხო პირუტყვი პირდაპირ გაგებით ის არის ხო რომ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ლაპარაკობს. ნათქვა უნდა გონების იმის. ხო, ხისების და გონების და ხო და რასაც ის ლაპარაკობს, ნეტ არ ლაპარაკობს. ხო, შეურაცხყოფელი სულ არ არის. მაგრამ ჯობია რომ საერთოდ უთყვათ იყოს პირუტყვიში. ამით უპირატესია, იმიტომ რომ მაინც არ ლაპარაკობს და არაშავებს. და ახლა ადამიანი რომელიც პირუტყვობამდე ეცემა და მის ნალაპარაკები ნეტ არ ეთქვა ამას ემსგავსება, ნუ იმსახურებს ამ სიტყვებს, ამ შეფასებას რაც მე ვთქვი. რა მინდოდა იცი მე თქვა, მე მგონი სწორად მახსოვს ეხა გამახსენდა. ჩვენ ევროსაბჭოში ერთ-ერთი პირველი და მასკი არ გამოგრჩეს აუცილებლად ვიტყვებოდ მე რა მინდოდა მე თქვა ჩვენ ევროსაბჭოში პირველი მიგვიღეთ სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოებიდან ესე მახსოვს და ჩვენ რაღაც მოვითხოვე ყველა მიიღეს სამხრეთ აზერბაიჯანზე ჩვენ რომ მიგვიღეს ესე წინსწრებად მე მგონი არ მეშლება ავიღებთ ვალდებულებები მაგ შორის ეგრეთ წოდებული თურქი მესხების ჩამოსახლებისაც არ მეშლება ხო მე მგონი აი ეს ხო ეს ასე იყო ეს გამახსენდა და მაგრამ ის რატიფიკაცია მე არ მოხდა ესე იგი ყველა ნებისმიერი რაღაც ფორმალური ანუ რატო ვიღებდით ვალდებულებებს მაინც ყველა მიიღეს იმიტომ რომ ერთი წელი ადრე ისიც თქვა იცი ნებისმიერი ამ კოლექტიურ დასავლეთში თან ასოცირებასთან დაკავშირებული ნაბიჯი თქვა ევროსაბჭოში გაწეული ან კანდიდატის სტატუსი ან რაღაცა ყოველთვის იყო დაკავშირებული რაღაც ანტისახელმწიფოებრივ რაღაც ანტიქართულ რაღაც მოღალატეობრივ გადაწყვეტილებასთან ეხლა თურქი მესხების ვისაც ისტორია იცის სწორი ტერმინია თურქეთელი მესხი არა მესხეთელი თურქი კი ბატონო ხო მესხეთელი თურქი მესხი არის ან მესხი უნდა იყო ან თურქი უნდა იყო ბატონო ორივესაც ვერ იქნება ხო ფრანგი რუსი გაგიგიათ ან ხო ეს არიან მესხეთში ჩამოსახლებული ებრაელია რუსი ქართველი ფრანგი ამერიკელი კი ბატონო ეს არიან მესხეთში ჩამოსახლებული თურქები თავის დროზე თურქული ოკუპაციის დროს როგორც მენაპირე მოსახლეობა და რომელთა განწყობა იყო ძალიან ისეთი აგრესიულად ანტიქართული და რომელთა გადასახლება თავის დროზე შუა აზიაში მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს როცა გერმანიასთან ფაშისტურ გერმანიასთან ქონდა ჩვენ ომი და თურქეთი იყო გერმანიის მოკავშირე და ესენი ითვლებოდნენ თურქეთის მოკავშირეება და ანუ გერმანიის მოკავშირე და მენაპირეები იყო და ამ მოტივით მოხდა მათი გაყვანა საზღვიდან რომ ასე იგი ჩვენ ველოდით მათ ანტიქართულ ანტისახელმწიფოებრივ გააქტიურებას მათ ჩართვას გერმანიის ფაშისტური გერმანიის სასარგებლო მხარეს ბრძოლაში ამიტომ მოხდა მათი გასახლება ახლა ამას 400,000 ასეთი თურქის ხო იქ ქართველების იქ ზოგი ხემშინის გაასახლეს ხემშინი არის გამოსვლიანებული სომეხი და ზოგი ქართველის იყო გამოსვლიანებული გასახლებული ძალიან ცოტა ძირითადად იყო მესხეთელი თურქები ახლა 400,000 კაცის ასეთი ჩამოსახლება შუა აზიიდან ასეთი აგრესიული ამაზე რო ვალდებულებას არ აღებინებენ ახლა ეს რა აგახ იქ როგორი სიტუაცია არა იყო ვალდებულება და სომხეთი და აზერბაიჯანი რომ მიიღეს ყოველგვარი ვალდებულების გარშე იმ დროს მიგვიღებდნენ ჩვენ აი ძალიან კარგად პრობლემა არა ჩვენ აი ზედმეტი მატრაკვეცობა ხო გვიყავს რომ ჩვენ პირველი შევსულიყავით აი მატრაკვეცობის შედეგია და ამ მატრაკვეცობას მარტო ხელისუფლებებს ვერ დავაბრალებთ რო იცოდეთ რა ამ ხელისუფლებასაც ქონია მატრაკვეცობები და მაშინ ახლა
ჟურნალზეც და სააკაშვილის მატროკესობა ხო საერთოდ რა იყო რა. მაგრამ საზოგადოებაში განწყობილი ეს პროვინციალიზმი, რომ აი ევროსა ცოტა twini განძლიათ ხალხო, არ შეიძლება ასე. აი ჩვენ რაღაცა ინდიელებს არ უნდა დავემსგავსოთ, არ ვამცირებ. ინდიელებს, მაშინდელებს, რუსი ევროპელებმა მოახერხეს მათი ამოჟიჟვა, რითი მოახერხეს მათი ამოჟიჟვა? ხო, ბრწყიალა, და რა შეიტანეს? ბრწყიალანი ვთები, რაში ოქროს ისინი ოქროს აძლევდნენ ეს მუსლიმ ბრწყიანა ბიჟუტერიას რო ეძახით ხა ჩვენ პირდაპირ გაგებით ამის გასვლა ისინი აღთვალებულები იყვნენ ევროპელები და შეიტანეს სასმელი ის არიცნობდნენ ალკოგოლს რომი შეიტანეს რამაც გაალოთა ესენი და მე პირდაპირ როგორც აი გელო განვლდება ტყეში და ნადირობა მიძო მგლები ამოწყვით ესე ფულს იხდიდნენ ინდიელის კალფს რომ მიიტანდა რომელიღაცა მონადირები ნადირობდნენ ინდიელებს აი ესე ამოჟუჟეს ინდიელი მილიონობით ინდიელი ასეთი რამ სოფლიოს დედამიწის ისტორიაში არ მოხდა რაც ამერიკაში გააკეთეს ანგლოსაქსებმა ამოწყვიტეს მილიონობით ინდიელი და დღემდე დღეს 21 საუკუნეში ინდიელებს თავისივე სამშობლოში აბორიგენ მოსახლეობას თავისუფალი ცხოვრების უფლება კი არა აქვს რეზერვაციებში არიან მოქცეული ანუ შემოღობილი აქვს ტერიტორია ეუბნები იქ გარკვეული შეღავათები აქვს მაგალითად კაზინოებს უხსნიან და რაღაცებს იქ და მაპატე უხეშის ყო იქ დაეტიონ და რო არ გამოჟონουν ამათო ამას გარეთ დღემდე რეზერვაციაში რო ყავს ახლა იმის რა დემოკრატიაზე რა ადამიანის უფლებებზე შეიძლება ამერიკელები ჩვენ ველაპარაკებოდნენ ამერიკელებში გულისხმობ აი ამ მოდი ესე ვთქვათ რა I am deep states I am global აგრესიულ ბოროტზალას აი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი ორგანიზებული ბოროტება რომელთანაც ახლა ჩვენ ომი გვაქვს და აი აქ მივდივარ თქვენ როცა თქვით რომ აი პოლიტიკოსები როგორ გადანაწილდა კი საქართველოსთან ომი ეხლა ევროკავშირის და ევროსაბჭოს ომი ეს ბრბოს ამბოხი აქ შიგნით რასაც ხედავთ ეს ზუსტად არის იმ დიდი ომის ნაწილი რაც მთელ სოფლიოში მიდის ერთის მხრივ კარგი დავარქვა ტრამპის ადმინისტრაცია მაგრამ ეს არის მოდი ესე ვთქვა ადამიანური სახის შენარჩუნების მომხრე კაცობრიობა რომის ახლა სათავეში აღმოჩნდა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია კი ბატონო მაგრამ აქ მე განვაცობე ამას კიდე სხვებიც არიან აქ არის რუსეთის ხელისუფლებას უნდა ვთქვათ არის ჩინეთის ხელისუფლებას არის თურქეთის ხელისუფლებას არის უნგრეთის ხელისუფლებას არიან ფრანგული ოპოზიცია ბრიტანული ოპოზიცია გერმანული ოპოზიცია ვისაც ახლა მასკი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლება ამ ომში მეცინავე ქართველებს ეს ჩვეოდა ყოველთვის. საერთოდ ეს ცოტა კომიკური კი არის მე არ არის კომიკური გასაკვირია. ყველგან ხო არის ყველგან რაღაცა ყველგან რატომ მივდივართ ამ. იმიტომ მაგარია იგივეს ვაკაი რა ევროსაბჭო არა რა თქმა უნდა მაგრამ ყველგან ეს ჩვენი ცოტა სნობიზმი მე ასე ვიტყვი შეიძლება ამას ეხმარება. მე გეთანხმები ზოგჯერ ეს გვაქვს მაგრამ ამ შემთხვევაში სნობიზმისა ეს ღირსების ნაწილი იყო. ეხლა ჩვენ ესე ღირსეულად იშვიათად ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველოს ესე სახელმწიფოებრივად და ასე მოწინავე ხაზზე ჩვენ ეს მოწინავე ხაზზე ბრძოლა მაგალითად ხშირად ქართველებს შორის ქართველებს ჰქონდათ დაპირისპირება სხვადასხვა ქვეყნის ლაშქართან აი მაგალითად მონღოლების გაერთიანებულ ლაშქარში ხო რომ ვინ უნდა ყოფილიყო წინამბრძოლი ეს ყოველთვის სწორი და გამართლებული არ იყო თუმცა ეს ზოგჯერ მე დავამს ქართულ ამპარტავნებას და სიამაყისთან დავაკავშირებდი თუმცა რაღაცა რაციონალიზმის იყო აქ მე ამას ქართველებს ამაში რაღაცა პრეტენზიები ქონდათ ამის გამო მაგრამ ეხლა ეს ჩვენ ღირსება ჩვენ გვეხებოდნენ მოკლედ მე ესე გეტყვით რა ღმერთმა ისე მოაწყრო გვაიზულა არ დაუტოვა ხელისუფლებას გზა გარდა ღირსეული და ეროვნული პასუხებისა, გადაწყვეტილებებისა, ნაბიჯებისა, რასაც კიდე საკეთებს ძალიან ღირსეულა ჩვენი ხელისუფლება. და სწორედ ასე არის ხელისუფლება გადანაწილებული ნამდვილად. ეხლა რაც შეხება მასკს და ამაზე გადავაბა მას პირდაპირ. მასკის შეძლე ანუ ზეწოლა ხო შემთხვევითი არ არის და გარკვეულ მიზანს ემსახურება. ისი რა მასკი ამ ბრძოლის ნაწილია და მასკის ჩარევა მე ძალიან მომწონს. ჯერ ერთი მასკი რატო ერევა ასე
კარგი გაგებით თავხედურად გერმანიის და საფრანგეთის და ბრიტანეთის პოლიტიკაში. თუმცა აღწერება აზრს გამოთქვამს, ახლა ჯარები იქ არ გაუგზავნია და პოლიტიკური პროცესი არ აფინანსებს. არ გამაწყვეტინა. არ გაგაწყვეტინებთ, ხმას არ ამოვიდა. რატომ ერევა მასკი ასე თავხედურად, კარგი გაგებით თავხედურად გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და ევროპის შიდა პოლიტიკაში? ჯერეთი იმიტომ, რომ ამათ კაცებად საერთოდ არ თვლის. ამათ არ თვლის ღირსეულ ადამიანებად და საკმაოდ დამამცირებელი ღირს რო ეკუთვნის ისეთ დამამცირებელი ზოგ სულელს ეძახის, მაგალითად შოლს სულელი უწოდა აბსოლუტურად დამსახურებულად, სტარმერს რაც ეკუთვნის ის უწოდა, მაკრონს საერთოდ არაფრად არ ქვიან და არც არის არავინ და მეორეს თქვენ მათ სჭირდებათ ამ ომში გამარჯვება არა მხოლოდ იქ სადაც ძირითადი დისლოკაციის ადგილი იყო ამ ბოროტის ზალის, ამ ეგრეთ წოდებული deep state-ის, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, მაგრამ ეს არა მხოლოდ იქ, არამედ მთელ მსოფლიოში. ანუ ყველგან ეს ომი მიდის. ანუ მაისინი ცდილობენ რომ თავის მოკავშირეები ყავთ. იგივე ომი მიდის დღეს აქ საქართველოშიც. ჩვენც ამ ომის ნაწილი ვართ. ჩვენც კაცობრიობის აი ბარიკადის იმ მხარეს ვდგავართ, სადაც ადამიანის სახის შენარჩუნებისთვის იბრძვიან ადამიანები, ადამიანის მოდგმა. აქ არ არის უკვე რელიგიურ, რაღაც ეთნიკური, ეს საზღვრები, ეს ნიშნები ზოგადად ისეთი გამოკვეთილი აღარ არის. ეხლა ჩვენ აქ ერთ მხარეს ვგავართ მართლმადიდებლები, მუსლიმები, თურქები და არაბები განსაკუთრებით, ირანელები სხვათა შორის, ევროპელები, ვისაც გვინდა აბსოლუტურად განსხვავებული რელიგიის, განსხვავებული კულტურის, განსხვავებული ცნობიერების, მაგრამ ვისაც გვინდა რომ ადამიანის სახე შევინარჩუნოთ, ვისაც არ გვინდა რომ მამაკაცმა რაღაცას მაპატიეთ, ორგანოები მოიჭრას და შუბზე მიიკეროს ან სხვაგან მიიკეროს. რაც აი სირცხილია ამაზე ლაპარაკი. თქვენ წარმოიდგენდით რომ 10 წლის წინ, თუნდაც 10 წლის, თუნდაც 5 წლის წინ რომ ასეთი აქტუალური და პოლიტიკური თემა იქნებოდა. ადამიანის რაღაცა გადაკეთება, ქალის კაცად, კაცის ქალად და 40 გენდერი თუ ახლა 200 უკეთქვეს და ახლა ზოგი აღოს 60-მდე და კვადრობერებამდე მისვლა ერთი ძაღლია და უნდა მოექცე როგორ ძაღლს თუ არა მის უფლებას ლახავ. ეს დებილიზაცია ადამიანის რეალურად არის არა მხოლოდ დებილიზაცია, არამედ ადამიანის დამსგავსება პირუტყვს, ანუ ეშმაკს, დემონისთვის დამსგავსება. ეს არის დემონის გამარჯვების კი მიმართული ნაბიჯები და სხვა არაფერი ახლა ამას რელიგიურ კონტექსტში შევხედა მე მორწმუნე კაცი ვარ და მისტიკურად თუ შეხედავ ამას ეს ზუსტად ის არის რასაც 2000 წლის წინ იწერებოდა. წაიკითხეთ ბიბლია. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებები თუ წაიკითხავთ. აი აპოკალიფსი წაიკითხეთ. აპოკალიფსი წაიკითხეთ. თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებები ძალიან უფრო ან იოანე ოქროპის შესანიშნავი ისეთი გასაგები ენიცებს. წერია 2000 წლის. აი იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსი არის 2000 წლის წინ დაწერილი. ზუსტად 2000 წლის წინ დაწერილი. შეიძლება 1985 წლის წინ დაახლოებით რაღაც ამშვალი. ნუ 2000 პლუს მინუს 10-15 წელი, ხო? და ნახავთ იმას, რასაც რუსთაველზე რაც ხედავთ, იმას ნახავთ. ეხლა რაც ხდება ეს რაღაც ვუდუს რიტუალები და დღეს გადავაწყდი ესე ვიდეოს აი რა უწოდო ეხლა ამას ადამიანი როგორ უნდა უწოდო ადამიანის სახე ამას აღარ აქვს რა გარეგნულადაც აღარ აქვს რა კაც რომელსაც ასე აქვს გაკეთებული რაღაცა ქვაბი აქვს დადგმული ამ ქვაბუთში ჩაცმული ყავს ბიზნეს ივანიშვილის ფიტული ქვევით ცეცხლი აქვს დამთებული და ამ ცეცხლუნთებს და იქიდან წყალი ამოაქვს და რიტუალს ატარებს. აი ახლა შეიძლება თქვენ იფიქროთ რომ ეს არის ვიღაც სულელი ან რაღაც ხო მაგრამ ეს ხო დიდი მოძრაობის ნაწილია დემოკრატიის და ევროპის სახელით. რეალურად ეს არის ევროპული ღირებულება. ეს არის ევროპული საზოგადოების ტრამვა. საუკუნეობრივი ტრამვა. ეს ტრამვა ასე ადამიანების კოცონზე დაწვის ტრამვა ევროპას ტანჯავდა, ევროპულ საზოგადოებას ტანჯავდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და ეს რამე ერთ სახელმწიფოში კი არ ხდებოდა. ინკვიზიციის კოცონი. ეს მთელ ევროპას წარმონამხილაა. ეს ხო პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში, ყველგან მთელ ევროპაში, იტალიაში. ბალტიისპირის თვალთრთხემს ეკლესიების ქვემოთ საწამებელი ოთახები ინკვიზიციის. ჩაუქროვლად ენტო ინკვიზიციის კოცონი და
აი პიკი ამის იყო ცოცხლად დაწვა ადამიანის. ცოცხლად წვავდა, აი მისაც წაკითხული რა ის მაის ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა ხო მაიც აქვს ნახი დპრ-ს რო წვავენ აქედან მაიც აი ესე ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს. ჯვაროსნული ომები რა იყო? ეს ხო ბანდიტიზმი, ძარცველობა და ყაჩაღური ომები. ძარცვავდნენ და ყაჩაღობდნენ პირდაპირ გაგებით ძარცვავდნენ და ყაჩაღობდნენ მთელ აღმოსავლეთ ქრისტეს სახელით, ვითომ მუსლიმებს ებრძოდნენ, მაგრამ ჩვენს კარგად გვარბევდნენ. ათონისთა და არბიეს, გადაწვეს მონასტრები, 26 ბერი ზოგრაფის მონასტერში ცოცხლად დაწვეს. ქართველი ბერები ივერიის მონასტერიდან გაიტაცეს და მუსლიმებს მიყიდეს. ქრისტიანებმა ქრისტიანი. აი ეს სტრეს, ტრაგიზმი და ეს ტრამვა ჯანსაღ ევროპულ საზოგადოებას ყველა ასეთი კი არ არის. ეს მათ მეხსიერებაში აქვს. იმიტომ არის მათთან ეს რაღაც ადამიანის უფლებები განწყობილად რომ ბართლომეს-ღამე რა იყო. ხო. ფრანგებმა თავისივე ფრანგებს, როგორც ცოტა სხვანაირად მოაზროვნებს, ღამით ფარულად მეფის კარის ანუ ამას ვიღაცა რაღაცა ჯგუფმა კი არ მეფის კარის მაშინ ბურბონები არ იყვნენ ვალუების დინასტია მართავდა მერე სხვათაშორისო ამის მერე დაემხო ვალუების დინასტია მონიშნეს კი ბატონო კარები სადაც პროტესტანტები კი ბატონო კარებები და რამდენიმე ათეული 1000 ქალი ბავშვი მოხუცი შენ რო ეძინათ ამოწყვიტეს ცოცხლად ამოწყვიტეს იმის გამო რომ ისინი ცოტა განსხვავებულები იყვნენ მათგან სერბებს აგერ 21 საუკუნეში არ ბომბავდნენ მას რა ქვია და მართლმადიდებულ შობაზე ჩვენი კალენდრის მართლმადიდებულ შობაზე შობას გილოცავთ ასეთი ბომბების ნატო არ ბომბავდა და რას ბომბავდნენ ჯარებს კი არა სერბეთის ტელევიზია ბელგრადის ხიდები საავადმყოფოები ანუ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ. მე-20 საუკუნეში გერმანელები არ ხოცავდნენ სლავებს და ციგნებს მარტო იმიტომ რომ სლავი და ციგანი იყო. ებრაელებისგან არ ხარშავდნენ მაშინ ქვაბებში საპონს აკეთებდნენ ადამიანისგან იმ საპნის მე ამას ერთი და ორი გერმანელი ხო არ აკეთებდა. ხო ვერი მარტო გიტლერი ხო არ დაქროდა ახლა კაჯივით. დემონი იყო ხორცესხმალა მას ხარ შეელეს გაეკეთებია ამას ხო მოწინააღმდეგეც ყავდა გერმანულ ერში მე ამას ერს ასე ვერ დავამცირე მაგრამ ეს ტრამვები აქვს მიღებული ამ ევროპულ საზოგადოებას ჩემოკარგებო ამიტომ მართლა ჭირდება ამ საზოგადოებას მართლა ჭირდება ძალიან მკაცრი კონტროლი ადამიანის უფლებების და რაღაც ასეთი სახის მაგრამ ეს ნახე რაში გადაზარდეს ეს აიღეს ისი რა მართლის ესე იგი სიმართლეზე მონოპოლიის უფლება და ნახეთ რა გამოასხეს რეზოლუციაში ჩაწერეს რომ ხალხმა არჩევნები ხო ჩაატარდა ეხლა ხელახლა არჩევნები ჩაატარეთო კი არ წერენ ესე იგი ისე ჩაატარეთ არჩევნები რომ ამათმა ჩაატარონ არჩევნები რეზოლუციაში ეს წერია პირდაპირ ანუ დამარცხუნა არ გვაინტერესებს ხალხი რომ არ გირჩევთ თქვენო ანუ ხალხის აზრი ქართული ხალხის აზრი არ გვაინტერესებსო აი ამ ბრბოს უნდა გადააბაროთო ეს ამის ნაწილია ეს არის ინკვიზიცია აი ეს არის ეს ну რა უწოდო ეხლა ამას ну ეს ადამიანია ხო ჯერ კიდე მაგრამ ჩასახლებული ყავს ვიღაც დღეს ეხლა ბიზნეს მას უწვავდა ფიტულს ესო ამას ის ძალიან იმძიმებს თავის საკარს ამას უნდა ამის გაკეთება ნახეთ ეს ვიდეო როგორი სიამოვნებით აკეთებს ამას თქვენ ნახეთ ის ბავშვი გოგო იყო თორცლები გოგო რამდენიმე ერთი თვისინ თუ ორი თვისინ ისე ბიზნეს ფიტული იყო თორცლები კუბოში ვასვენებ და ლურსმენს რო არჭოს როგორი სიამოვნებით აკეთებს ამას მას წარმოადგენელი ყავს რომ იქ ბიზნესა თუ არა ვიღაც ადამიანი წევს და ამას ეს სიამოვნებით აკეთებს და რა ვიცი მე ცოლები ქმრებს საყვარლები ქმრებს ისეთი ჯადოების კეთება მიდის და იქაც იგივე ხდება როგორც მე ვიცი ნასე რომ ეს დამახასიათებელია ჩვენი საზოგადოების სამწუხაროდ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის კი არ არის დამახასიათებელი ეს კაცობრიობის ისტორიისთვის დამახასიათებელია მას შემდეგ რაც ადამი და ევა გამოძევებული იქნა სამოთხიდან ჩვენი საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ეს არის ეშმაკის ბრძოლა ღმერთთან რომ ღმერთს ეხლა ხმალაღებული ეშმაკი ხო ვერ შეებრძოლება
ღმერთს ებრძვის ადამიანში ეშმაკი. ანუ ადამიანში უნდა მოკლას ღმერთის მსგავსება და ხატება. თუ ეს ეშმაკი ღმერთის დაშვებაა. ეშმაკი ღმერთის დაშვება არ არის. ამაზე არ ვიკამათოთ. აბა ღმერთია და სხვა ვაღიარებთ ჩვენ რომ ეშმაკი ღმერთზე ძლიერია. ღმერთის ყველაფერი თუ ღმერთის შექმნილია, ეშმაკიც ღმერთის შექმნილია. არა, ნახეთ, ეშმაკი არის იმ ანგელოზის არჩევანი, რომელმაც ღმერთის მაგრამ ის ხო შექმნა, ის ხო, მაგრამ ეს დაშვება. ანუ დაშვება ღმერთის, მაგას ვამ, მისცა თავისუფლად დაშვება ღმერთის. რა არიცოდა ღმერთმა ის ანგელოზი რომ დაეცემოდა, საწყალი შეცდა. ამაზე მოდ არ გვინდა დაუბრუნდეთ მას. ის არის. როგორ ახლა, როგორ ხო ვიღაცა უსმენს და შეცდომაში არ უნდა შევიდეს. არა, მე არ შემყავს შეცდომაში, ღმერთმა ადამიანის და ანგელოზის შექმნა თავისუფალი ანუ კი არის იძალა და ადამიანზე არ შეძლებოდა ცოდნა. შექმნა აბსოლუტურად წმინდა და მისა თავისუფალი ნება. აი ეს იყო ღმერთის დიდი სიყვარულის გამოხატულება. ადამიანმა თვითონ უნდა აირჩიოს, მე ღმერთთან უნდა თუ ეშმაკთან. ანუ ეს დაშვება ღმერთის მე თორე ხა შლიქებიანი შექმნა. დაშვება არის თავისუფლება. ხო და თავისუფლება და ეს დაშვება. იმან აირჩია მე ღმერთისგან თავისუფლება, ან სინდისისგან თავისუფლება, კესიკეთისგან თავისუფლება და რაც ამათიაც შემოწესა. ხო, მაგრამ ხო, ანუ მასე ორი გაგება. ერთი არის ცოდვისგან, ანუ ბოროტებისგან თავისუფლების გაგება, საერთისთვის ქეთგან ჩვენ მივილტვით, გვიჭირს, მაგრამ უნდა ეს წელი ცხოვრება ბრძოლა და მეორე არის სინდისისგან თავისუფლება. რასაც ესენი ცდილობენ. აი ეს არის ეს რასაც აკეთებდა ახლა. ბიზნეს ფიტულს რო წვავდა თავის ჭუაში და იქ ლურსენს რო არჩევდა. ეს არის სინდისისგან თავისუფლების ცდილობა. მაგრამ ძალიან მძიმე რამეს იმზადებს თავისი მისი არჩევანია. რა თქმა უნდა. თეორიულად შეიძლება ამის გადარჩენა. მისი არჩევანია, კი ბატონო. და ეს მათ ჯერათ თუ ესე დაჟინებით ამისკენ, აი ვერაფერ ვერ ხვდები, რატომ მიულტვიან და მართლაც ესე ტრაგიკულად, რატო აღიქვამენ იმას, რომ აი რომ შეიძლება რაღაც ევროპამ ჩვენზე უარი თქვას. ევროპა კი არა, დედები ამბობენ შვილებზე უარს და ისინი იზრდებიან და თავისი მშვენიერი მამები ამბობენ შვილებზე უარს. არათუ ევროპა, ესეთი ჩახვევა, ეს ხელოვნური გონიათ თქვენ მაინც? ის რომ იმაზე სპეკულირება რომ ევროპამ შეიძლება ჩვენზე უარი თქვას მეტწილად არის ინტელექტის პრობლემა, აი გაუნათლებლობის პრობლემა. მე მინდა რომ ამის მერე გადავიდეთ საქართველოს მთავარ პრობლემაზე, ეს არის განათლების სისტემაზე. ხო, ახლა სამწუხაროდ ვერ მოწევთ, მაგრამ განათლების სისტემა კი არის უნიშნულოვანი და ძალიან და მეორე მხრივ ნაწილობრივ არის ასევე სინდის ზოგს აქვს ჭკუა ახლა ამდენის მიხედვით, მაგრამ ეს ნამუსის პრობლემაც არის. ზოგი ამას ხვდება, რომ ასე არ არის. ვერანაირ უარს ევროპა ჩვენზე ვერ იტყვის. და ევროპას ჰაერი მიჭირდება დღეს საქართველოს. საქართველოს გარეშე ევროპას ელოდება 1 წლის განმავლობაში ეკონომიკური კოლაფსი. თუ საქართველოს არ გაატარა კასპიის ზღვის აუზის ან ცენტრალური აზიის ენერგომატერიალების მთელი სიმდიდრე ევროპისკენ, ევროპა არის ბლოკადაში. თვითონ მოიქცია თავი ევროპამ ბლოკადაში. თვითონ გაისროლა ასეთი ტერმინი, გასროლა, ფეხში გასროლა მოახდინა. თვითონ ჩაიკეტა კარი რუსული ენერგომატერიალებისგან. შესაბამისად ამერიკელებმა 8 ჯერ გაუზარდეთ 11 ჯერაც იყო რაღაც პერიოდი გაზრული ენერგომატერიალებზე ფასი და აი ახლა ბოლოს უკრაინამ გადაკეტა გაზის გასადენი ევროპაში მომავალი ტანკერები, რომელშიც ფული ჰქონდათ გადახდილი, გაზის თხევადი გაზის ტანკერები, ევროპას ფული ჰქონდა გადახდილი, მოდიოდნენ ევროპისკენ, იმის გამო რომ აზიაში უფრო მაღალი ფასი იყო, მოაბრუნეს და წავიდნენ აზიისკენ და ევროპას ტრეიდერების დააბრალდა ეს პრისი ტრეიდერების გაკეთებული იყო, მაგრამ და ევროპა დასწოვეს გაზის გარეშე. და დღეს მაგალითად გაზის მარაგები საფრანგეთს აქვს 44%-ზე დასული. გერმანიას 55%-ზე აქვს დასული. კატასტროფა კოლაფსის წინაშე და მომავალ წელს რა ექნებათ? მომავალ ზამთარში. ეხლა ალბათ ამათ ქლიანად გახარჯავენ. ან მოუწევთ გადასვლა იმ წვეთობრივზე, ამერიკულზე, 8 ჯერ მეტზე, ეს ნიშნავს, რომ არაკონკურენტული ეკონომიკა, ხო, პროდუქცია, არაკონფასების და თან ვინ არის მათი კონკურენტი? შეერთებული შტატები, რომელსაც თვითონ აქვს თავისი და ჩინეთი, რომელსაც 4 ჯერ უფრო დაბალ ფასში აწლევს რუსეთი. და თუ
თუ დაჭირდა რუსეთს და ჩინეთს კიდე შეუძლია რუსეთმა დაუგდოს ფასი ჩინეთმა გაზარდოს მოცულობა ამიტომ რუსეთი აბარზად დაკარგავს ის მიწიდან მოდის და რა ხარჯი ექნება ამით არაფერი და ასე იგი ევროპის ეკონომიკა პრაქტიკულად კლიანად გააჩერონ. აი ამის წინაშე დგანა და ამის ალტერნატივა არის საქართველო და აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის და საქართველოს გარეშე, ნუ აზერბაიჯანზეც უნდა გამოიაროს, ხო, ჩვენ აზერბაიჯანი უნდა გამოიაროს, ისინი ვერანაირ სხვა ამათ არა აქვს თავისი რესურსი, არც გაზი აქვს, არც ავტობი აქვს, არც ოქროსაბადო, არც ურანი, არაფერი არა აქვს. აფრიკიდან გამოაგდეს რუსებმა და ჩინელებმა. იქიდანაც ვეღარ ძარცვავენ ამას. ევროპა ხო ჩვენ უნდა ვაღიაროთ. ევროპული საზოგადოება ბოლო 500-600 წელი აი რენესანსის პერიოდს რო ეძახიან, არსებობდა სხვა კონტინენტ სხვა ხალხების ძარცვის ხარჯზე. ეს იყო ბიზანტიის და ახლო აღმოსავლეთ არაბული სამყაროს ძარცვა, აფრიკის ძარცვა, აფრიკელებზე ნადირობა როგორც ადამიანებზე, მე გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანებით ვაჭრობა იცით ხო, კარგახანი. მაგე მე-19 საუკუნის ბოლომდე მონათმფლობელობა იყო გაბატონებული შეერთებულ შტატებში. ამით არსებობდა. ეხლა ეს წყაროები ჩაეკეტათ. ეხლა აი კუზიან სამარე გაასწორებსო ეს ელიტა ამის ტვინი არ გაირეცხება მათ ასე როგორ გითხართ იცი აი სინდის თავი მათ არა აქვს ის მდგომარეობა არა ამ გონორით გველაპარაკონ ჩვენ მაგრამ ტვინი მკვდარი აქვს აი მაკრონმა რო თქვა ნატოს ტვინი მკვდარი აქვს აი ტვინი მკვდარი აქვს სხვაგვარად არ აქად დგას და სხვაგვარად ალზო ეს ნათქვამია ხო მარტინ ლუთერ კინგის ხო მარტინ ლუთერ კინგი ცნობილი ანტისემიტი იყო სხვათა შორის ებრაელების ამორწყვეტაზე ამოჟიჟვაზე თითქოს ლაპარაკობდა ერთი სკრიპ პროტესტანტების უფლებებზე მაგრამ ებრაელების მიმართ იყო ძალიან ესეთი როგორ გითხრა შეუწყნარებლობაზე არ არის ლაპარაკი აქ არა ადამიანური დამოკიდებულების მომხრე მე ამას ახლა სხვა ჩვენ შეიძლება შეუწყნარებელი ვიყოთ სხვა რელიგიის ჩვენ არ მივიღოთ ეს ცნობიერება ვიყოთ თავჯერ ჩვენს რელიგიას მაგრამ ადამიანი რომელიც სხვა რელიგიას ატარებს ადამიანია ისიც ასევე ღმერთის ხატად და მსგავსად არის შეგვიდა ხო შეიძლება შენზე უკეთესი მართლმადიდებელი გახდეს და ცხონდეს უფრო ადრე კი ბატონო აი კეთი ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჯონდი ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ჩვენ ერთმანეთს ვემშვიდობებით და შევხვდებით ხოლმე 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის